ადამიანები ტკივილისა და შიშის შესამსუბუქებლად ჯერ კიდევ უძველეს დროში იყენებდნენ სხვადასხვა ბუნებრივ საშუალებებს. ძველ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში, საიდანაც მოდის პირველი ცივილიზაცია, დასამშვიდებლად და ტკივილის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ ოპიუმისგან მიიღებულ ნივთიერებებს. მაგალითად, ბერძნები და რომაელები ოპიუმთან ერთად იყენებდნენ ალკოჰოლსაც, განსაკუთრებით ღვინოს. ეს ითვლებოდა როგორც ანესთეზიის ყველაზე ეფექტური საშუალება. უკვე შუა საუკუნეებში ევროპელ ქირურგებს ჰქონდათ ეგრეთ წოდებული სპონჯია სომნიფერა, ეს იყო ღრუბელი, რომელიც გაჯერებული იყო ოპიუმით, ჰენბანითა და ბელადონით. ქირურგიული ჩარევის წინ პაციენტს გაუყნოსავდნენ ამ სპონჯეს სომნიფერას დამშვიდებისთვის, რასაკვირველია. თუმცა, რა თქმა უნდა, რომ ამ საშუალებებს არ ჰქონდათ არანაირი დოზირების კონტროლი, რაც ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგით მთავრდებოდა ხოლმე.